კითხვას არავინ არ დამასმევია, იქიდან ამოდინარე რომ დეპუტატები არიან და კითხვებს მერე დავსვავ თუ იმ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღე. ზაზა სარალიძე დღეს ქუთაისში პარლამენტში რიგ გარეშე სხდომაზე მივიდა, სადაც გაწეული მუშაობის ანგარიშით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარსდგა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეს სხდომას დაესწრო. სარალიძემ სხდომაზე შესვლის წინ განაცხადა, რომ მისი მთავარი კითხვაა, სად არის მისი შვილის მკვლელი. ნახოთ რა გადაწყვეტილება მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. ერთი ვიცი რომ საუბარს გამოხატავ შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელების და საქმის გამყალბებლების დაკავებაზე, მაგრამ პროკურატურა თავს იკავებს. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ვიტყვი, რომ იმ პასუხს მივიღებ, რა პასუხებსაც ვიბრძვი ეს პერიოდია, მაგრამ რაღაცის იმედი მაინც გამაჩნია. ვნახოთ რა სიტყვის თავად მინისტრი. დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძესთან ერთად გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე მივიდა. მისი თქმით აქვს იმედი, რომ დავით სარალიძის მკვლელი მალე დაისჯება. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგვპირდა, რომ ხორავოს ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება სიახლეები და საზოგადოება მიიღებს ყველა კითხვაზე პასუხს, რა კითხვებიც ჩვენ გვაქვს. მათ შორის მე ველოდები იმას, რომ აუცილებლად იქნება დაკავებული ზაზა სარალიძის შვილის მკვლელი, იმიტომ რომ რეალურად 102 დღეა საქართველოს პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს და მიმდინარეობს ერთადერთი მოთხოვნით დაისაჯოს დათუნა სარალიძის და თემილან მაჩალიკაშვილის მკვლელები და მგონია რომ ხელისუფლებას დაუდგა დრო, როცა ადეკვატურად უნდა შეხედოს ამ პრობლემას და იფიქროს ამ პრობლემის მოგვარების გზებზე. მოგვარების გზა არის ერთადერთი რამ შვილმოკლულმა მამებმა მიიღონ პასუხები კითხვაზე და იპოვონ სამართალი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება წინ ვერ წავა, კონკრეტული პირების სუბიექტური მიზეზის გამო ამაზე ყველა აგებს პასუხს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა ეს გამოძიება გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე შესაძლებელ დონეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა. სიას ქონდა პირდაპირ კონკრეტული მანდატი ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. რაც ობიექტურად რო თქვა, კომისიამ ვერ დაადგინა. საკითხი არის ძალიან მარტივად. დიახ, ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით, რაც იყო თქვენი მიზანი და არა სისხლის სამართლის დევნის დაწყების განსაზღვრა. ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არ ჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე რაიმე შედეგი, თუ ვერა. ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც ცალკე აღებული ადამიანის, ეს იყო თქვენი მანდატი. ეხლა შემდგომ გავაგრძელებ. მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არ ჩატარებული ერთი თუ და იქონია მან საბოლოო შედეგზე გავლენა თუ არ იქონია და აქედან გამომდინარე მეც მზად ვარ ერთმნიშვნელოვნად, როგორც კი და ვთვლი რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს 2018 წლის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა. გიორგი გახარიამ გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მარიამ კუხიანიძე და გიორგი დოხონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.